დელტა სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა. საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედრო პირების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანის და ტრანსპორტირების მიზნით სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა დელტამ სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანის წარმოება დაიწყო. ჯავშანმანქანის სავალ ნაწილად დელტა ამერიკული ავტომობილის Ford 550-ის ნაწილს იყენებს. კომპანიის სპეციალისტები სავალი ნაწილის ტექნიკურ მონაცემებს აძლიერებენ. იცვლება საბურავები, აძლიერებენ ამორტიზატორებს და სხვადასხვა დეტალებს. საბოლოო ჯამში კი შესაძლებელი ხდება შასიზე რამდენიმე ტონიანი ჯავშან კაფსულის დამაგრება. კომპანიის სპეციალისტების მიერ ხდება ჯავშანმანქანის პროექტირება. სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში 3D მოდელის შედგენა და სხვადასხვა პირობებში სიმულირება. ჯავშანმანქანის კაფსულა მთლიანად დელტაში მზადდება. ფოლადის ფირფიტების დაჭრა წყლის ჭავლით ხდება. ამ მეთოდის გამოყენებით ჯავშანი საკუთარ თვისებებს არ კარგავს. უსაფრთხოების მიზნით მანქანის ჯავშანს ორი ფენა აქვს. ამ პრინციპით ნებისმიერ ადგილზე ჯავშან კორპუსის დაცულობის გაზრდა ან შემცირება, ასევე დაზიანების შემთხვევაში პანელების მარტივად შეცვლაა შესაძლებელი. საევაკუაციო ჯავშანმანქანა ტყვია გაუმდარი შუშით არის აღჭურვილი. მისი დაცულობა ძირითადი ჯავშნის BR7-ის დონის იდენტურია. ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7.62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას. ჯავშანკაფსულა ორი ძირითადი ნაკვეთურისგან შედგება. უსაფრთხოების მიზნით წინა და უკანა ნაკვეთურები ერთმანეთისგან გამიჯნულია ჯავშანფირფიტით. ჯავშანმანქანას გააჩნია 356 ცხენის ძალის სიმძლავრის ვერვა ტიპის ორმაგი ტურბოდიზელის ძრავი, რაც საშუალებას აძლევს ტრასის პირობებში 120 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. მისი საბურავები სპეციალური მასალისგან არის დამზადებული, რომელიც მცირე კალიბრიანი ტყვიების მოხვედრას უძლებს. მასში განთავსებულია კაუჩუკის სპეციალური ფენა. დაზიანების შემთხვევაში რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. მანქანის კორპუსის გარეთ მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამაგრებულია სხვადასხვა სამუშაო იარაღი. წერაქვი, ბარი, ლომი და ცული, რომელიც სხვადასხვა საავარიო მდგომარეობის დროს გამოიყენება. ჯავშანმანქანა აღჭურვილია სპეციალური ელექტროსისტემებითაც. მასში მონტაჟდება სპეციალური რადიოსადგური და გლობალური ნავიგაციის სისტემა GPS-ი. მანქანის ზედა ნაწილში წინ და უკან დამონტაჟებული დღეღამის ხედვის კამერებია მიერთებული. ჯავშანმანქანა უდაბნოს რელიეფისთვის არის გათვლილი. მაღალი ტემპერატურის გამო მისი კონდიცირების სისტემა გაძლიერებულია. წინა ნაწილში მძღოლის და მეთაურის, უკანაში კი 4 დაჭრილის და 1 ექიმის ადგილია. მანქანის უკანა ნაკვეთურში 4 თანამედროვე კონსტრუქციის საკაცია დამონტაჟებული. 4-ვე მოძრავია, რაც ამარტივებს დაშავებულის როგორც საკაცეზე დაწვენას, ასევე მის გადმოყვანას. მანქანაში მოთავსებულია კიდევ ერთი სპეციალური საკაცეც, რომელიც მიუდგომელ ადგილებში გამოიყენება. ჯავშანმანქანა აღჭურვილია ჟანგბადის 2 ბალონით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით
სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობით, კარადით, რომელშიც მედიკამენტებია განთავსებული. ჯავშან მანქანაში გადაუდებელი პირველადი დახმარების გარდა სხვა სახის მარტივი ოპერაციის ჩატარებაც არის შესაძლებელი. ჯავშან მანქანის უკანა ნაკვეთურის კარი იღება და იკეტება როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ის გამოსცადეს საბრძოლო მოქმედებებშიც, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარ-მტყორცნიდან გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, მანქანამ მაღალი სიცოცხლის უნარიანობა აჩვენა.